დღეს ვისაუბრებთ ერთ საკმაოდ აქტუალურ თემაზე, რომელზეც კითხვები არ წყდება არასოდეს, ქონების გადასახადზე. ბევრს აინტერესებს, ვის ეხება ეს ვალდებულება და როგორ განისაზღვრება გადახდის ოდენობა. 1 ნოემბერს იწურება ფიზიკური პირის ქონების დეკლარაციის წარდგენა. შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი თინათინ გოგრიჭიანი შემოგვიერთდება ახლა და დაგვიზუსტებს ყველა მნიშვნელოვან დეტალს. თქვენ თუ შეავსეთ უკვე? 1 ნოემბრამდე დღეს მაქვს ბოლო ვადა და უნდა დავასრულო. და ბოლო წამს. დილამდე მიყავს ყველა. თინათინ, ხო, ჩვენ მოვიყვანეთ ბოლო წამამდე, მაგრამ ბუნებრივია რომ შევავსებთ და ყველა წესს დავიცავთ, თან დღეს კიდევ გამოვერკოთ რა წესები არსებობს. პირველ რიგში გითხარით, ვის ეხება ქონების გადასახადი და როგორ განისაზღვრება ეს ვალდებულება? მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში. ქონების გადასახადის გადამხდარი ამ შემთხვევაში არის ფიზიკური პირი, მათ შორის მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე გააჩნია დასაბეგრი ქონება და იცავს მას 40,000 ლარიანი საშეღავათო ზღვარი. ასევე იმ შემთხვევაში, თუ მას საქართველოს ტერიტორიაზე გააჩნია დასაბეგრი მიწა შემოსავლის რაოდენობის მიუხედავად. ეს არის ძირითადი პრინციპი, რითაც განისაზღვრება. ხდება თუ არ ხდება ჩემი შემოსავალი, თუ კი მაქვს დასაბეგრი მიწა, მაინც ვავსებ დეკლარაციას. დიახ, სწორია. მაშინ ამ შემთხვევაში განსაზღვროთ, რას ნიშნავს დასაბეგრი მიწა, რომ უფრო გასაგები იყოს მაყურებლისთვის და კითხვა არ დარჩეს. დასაბეგრი მიწაში გულისხმება სასოფლო-სამეურნეო, არასასოფლო-სამეურნეო და ტყის მიწები, რომლებსაც ფიზიკური პირის საკუთრებაში ირიცხება. შეიძლება ეს ირიცხებოდეს სახელმწიფოს საკუთრებაში, მაგრამ ფიზიკური პირი ფლობდეს ან სარგებლობდეს ამ მიწით. ასევე შესაძლოა გარდაცვლილი პირის სახელზე ირიცხებოდეს ეს ქონება, მაგრამ დეკლარანტი ფლობდეს ან სარგებლობდეს ამ მიწით. გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს ფლობა და სარგებლობა გამოწვეულია იჯარის, ქირავნობის, უზურპრუქტის ან ისეთი სახელშეკრულება, ამგვარი სახელშეკრულება რეგულირების ფარგლებში. კი ბატონო, როდესაც გარდაცვლილი პირი ახსენეთ თქვენ, სულ ერთია ეს მიწა, მივიღე მემკვიდრეობით, მაჩუქეს, შევიძინე თუ რა ვქენი? ნახეთ, როგორ არის 40,000 მიწასთან მიმართებით თუ როდესაც ჩემს საკუთრებაში ირიცხება 2025 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, უკვე დასაბეგრია. თუ უძრავი ქონება მივიღე უკვე მემკვიდრეობით, აქ გააჩნია ფიზიკური პირის მიერ, ფიზიკური ოჯახის წევრისგან მემკვიდრეობით მიღებული შემოსავალი 40,000 ლარიანი ზღვის გაანგარიშებისას ქონების ღირებულება არ გაითვალისწინება. თუმცა მემკვიდრეობით მიღებული ქონება დაბეგვრის ობიექტია და იბეგრება იმ დროის პროპორციულად, რა პერიოდიც მე ჩემს საკუთრებაში ვფლობდი ამ ქონებას. კი ბატონო. თუ შეიძლება მიწასთან დაკავშირებით დავაზუსტებ, აქ თუ არა მნიშვნელობა, სად მდებარეობს, რა ღირებულება აქვს, ამ მიწაზე რა არის განლაგებული. შეიძლება თქვათ ერთი წლის განმავლობაში არაფერი არ მქონდეს დაწესილი, მაგრამ მომდევნო წელს თქვათ რაღაცა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა ვაწარმოო და ის მიზრდის თუ არა ამ მიწის ღირებულებას და არის თუ არა ეს გასათვალისწინებელი. დიახ. სასოფლო-სამეურნეო მიწასთან დაკავშირებით დეკლარაციაში მონაცემები შეიყვანება ფართობის მიხედვით. და ფართობის მიხედვით ჰექტარებით შეიყვანება და ჰექტარებით გაანგარიშდება 1 ჰექტარზე შესაბამისი ღირებულების გადასახადით. ამ შემთხვევაში მის საბაზრო ღირებულებას და შესაძლო სარეალიზაციო ღირებულებას ქონების გადასახადის მიზნებისთვის მნიშვნელობა არ გააჩნია. არა, სასოფლო-სამეურნეო. დიახ, თუ ვსაუბრობთ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე, რაც არის დასაბეგრი მიწა. და საბაზრო ფასით და შესაძლო სარეალიზაციო ღირებულებით უკვე უნდა ვიხელმძღვანელოთ დასაბეგრ ქონებასთან მიმართებით. ანუ ამიტომ დასაბეგრ ქონებას აქვს მნიშვნელობა თუ რა ღირებულების არის ის 2000 საანგარიშო პერიოდის მიხედვით, ამ შემთხვევაში 2020 წლის მიხედვით და მიწასთან მიმართებით გადასახადი გაიანგარიშება ფართობის მიხედვით. გასაგებია, 40,000 ბოდიში. 40,000 როდესაც ვახსენებთ, მოდით კიდევ ერთხელ განმარტოთ. ეს 40,000 არ არის ის თანხა, რომელიც მე მერიცხება, არის ის თანხა, რომელსაც გადამხდელი მირიცხავს, ხო? ანუ არა ხელზე აღებული უხეშად რო ვთქვა, არამედ ის, რასაც რიცხავს. დიახ, ამ შემთხვევაში გაითვალისწინება დარიცხული გადასახადი, თუ ხელფასზე ვსაუბრობთ კონკრეტულად, ჩვენ ხელზე ვიღებთ უკვე საშემოსავლო და საპენსიო დანაზოგის გამოკლებულ თანხას. ამიტომ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ არა ის, რაც კონკრეტულად მე ბანკში ჩამერიცხა, არამედ აგროსილი თანხა, რაც მე წესით უნდა მიმეღო, შემდეგ უნდა
უნდა განმეკარგა და ეს განკარგვა ჩემს ნაცვლად ადმინისტრირება მოახდინა მაგალითად დამსაქმებელმა, იმიტომ რომ ჩვენ როგორც ვთქვით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საშემოსავლო გადასახადის წყაროსთან დაკავების ვალდებულება ევალება დამსაქმებელს. შესაბამისად დასაქმებულის საშემოსავლო გადასახადი გადაიხდებინება დამსაქმებლის კი ბატონო. როდესაც ვსაუბრობთ აი შემოსავალზე, ხო, რა იგულისხმება ამ შემოსავალში? ეს არის ითვლება თუ არა ამაში საზღვარგარეთიდან გზავნილები, ან თუნდაც ანაბარი, რომელიც გვაქვს, აი კონკრეტულად რას გულისხმობს და რა შედის აი ამის განმარტებაში? რა არის შემოსავალი? შემოსავალი ზოგადად რომ დავიწყოთ შემოსავლის განმარტებით, ეს არის ნებისმიერი ტიპის შემოსავალი, მათ შორის სარგებელი, საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად. ესეთი არის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული დასაბეგრის შემოსავალი, იმ შემთხვევაში თუ პირი სარგებლობს მცირე ბიზნესის სტატუსით, მცირე ბიზნესით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრის შემოსავლის მხოლოდ 25% გაიანგარიშება და შემოსავალში ასევე ითვლება არაეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ნებისმიერი შემოსავალი და მათ შორის სარგებელი. ანუ ჰონორარი შეიძლება იყოს, ხო? რა თქმა უნდა, ანუ ჰონორარი თქვენ გულისხმობთ მომსახურების გაწევის შედეგად? ხო, ერთჯერადი ჰონორარი, მაგალითად წავიყვანეთ რაღაც ღონისძიება და ეს არ არის ყოველთვიური. კი ბატონო, ესეც ითვლება რომ მივიღე მომსახურების პირადი გადარიცხვები თუ ითვლება უკვე მე ამ ყველაფერში? პირადი გადარიცხვები აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახის წევრებს შორის განხორციელებული პირადი გადარიცხვები 40,000 ლარიან ზღვარში არ გაიანგარიშება. მათ შორის როდის გაიანგარიშება ამაში რა შემთხვევაში? იმ შემთხვევაში თუ ოჯახის წევრის მიერ არ არის შარიცხვი. ახლა ოჯახის წევრი ძალიან რთული საკითხია, იმიტომ რომ ოჯახის წევრი ძალსახად არის მეუღლე, მაგრამ არადაა მაგალითად, ხო? კი ბატონო, დიახ. და ჩემი და თუ მირიცხავს ყოველთვიურად 1000 ლარს, ეს არ გაიანგარიშება თუ გაიანგარიშება? ნახეთ, ოჯახის წევრს თვითონ თავად დეკლარანტი განსაზღვრავს თუ ვინ არის მისი ოჯახის წევრი. უპირობოდ კანონმდებლობა გვეუბნება რომ არის თვითონ დეკლარანტი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი. თუმცა თქვენ შეგიძლიათ თქვენი და განსაზღვროთ ოჯახის წევრად, თუ იგი არის თქვენთან მუდმივად მაცხოვრებელი და ამასთანავე მასთან ერთად ეწევით საერთო მეურნეობას. ამ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ, უპირობოდ შეგიძლიათ თქვენი უფლებაა ეს და თქვენ უნდა გადაწყვიტოთ არის თუ არა თქვენი და ოჯახის წევრი. ნათესაური ხაზის გათვალისწინების გარეშე თუ შემიძლია ოჯახის წევრის განსაზღვრების მინიჭება ვინმესთვის? ოჯახის წევრიდან ჩვენ კანონმდებლობით გვაქვს ჩამონათვალი თუ ვისგან შეიძლება ავირჩიოთ და ვინ შეიძლება ჩავთვალოს ჩვენ ოჯახის წევრად. ესეთი არის დედა, მამა, და-ძმა, სრულწლოვანი შვილი, ბებია, პაპა, სრულწლოვანი გერი და ბებია პაპის შემთხვევაში შვილიშვილი. იმერეთისკენ ბაბუ. ერთი ასეთ შეკითხვას დავუშვათ შარშან შევავსოთ ჩვეულებრივად დეკლარაცია. შარშანდილს შემდგომ, ანუ ამ ერთი წლის განმავლობაში არის ქონება შემიძენია, არ შემოსავალი გაზრდილა. ვალდებული ვარ თუ არა მაინც რომ შევავსო წელსაც ქონების დეკლარაცია. წარმატკით. ვალდებულება ქონების გადასახადის წარმოგეშვებათ, რა თქმა უნდა, თუმცა დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება უკვე გეხსნებათ. ამ შემთხვევაში შემოსავლების სამსახური პროგრამულად დაგარიცხავთ გადასახადს ზუსტად იმ ოდენობით, რაც გასული წლის დეკლარაციის მიხედვით გაქვთ წარდგენილი იმ მონაცემების მიხედვით. აქვე ერთს დავამატებ ამ საკითხთან დაკავშირებით, იქნებ მე ჩავთვალე, რომ უნდა მოვატყუო სახელმწიფო და არ შევცვალე ეს დეკლარაცია, რა მექანიზმი არსებობს, რომ გამომიჭირონ. ცოტა რთული საკითხია ეს. არა, იმიტომ რომ იცი რა, სხვა მნიშვნელოვანი საკითხია. რა თქმა უნდა, კი ბატონო. ზოგადად ნებისმიერ წარდგენილი დეკლარაცია შემოსავლების სამსახურის მიერ მოწმდება და გადის შემოწმებას. ანალიტიკური პროცედურების საფუძველზე თითქმდება ის რისკ ფაქტორები, რომლის შესაბამისადაც უკვე ხდება თუნდაც დეკლარაციების ან ფიზიკური პირების ამორჩევა, რომელთა შემოწმებაც შესაძლოა რომ უკვე შემდგომში განხორციელდეს. გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება მოხდეს ან გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება შესაძლოა მოხდეს უშუალოდ აუდიტის დანიშნა და აუდიტორული შემოწმება ჩატარდეს და შესაბამისად გამოირკვეს ფაქტობრივი გარემოებების ეს არის ჯარიმა თუ პირველ რიგში გაფრთხილება? ეს ჯარიმები ჩვენ გაგვაჩნია დაგვიანებასთან დაკავშირებით, დეკლარაციის დაგვიანებასთან დაკავშირებით, გაგვაჩნია გადაუხდელობასთან დაკავშირებით და დეკლარაციაში გადასახადის შემცირებასთან დაკავშირებით. ამიტომ თუ თქვენ შეამცირეთ რაიმე კუთხით გადასახადი, ამაზეც იმოქმედებს, რა თქმა უნდა, ჯარიმა. ერთი კითხვა, უბრალოდ ორი მნიშვნელოვანი კითხვა დაგვრჩა. ერთი ანაბართან დაკავშირებით, მაგალითად არ მაქვს 40,000 შემოსავალი, მაგრამ ანაბარზე მიდევს 100,000 ლარი. დიახ.
თუ ანაბარზე მე ვიღებ საპროცენტო სარგებელს და მე რიცხება საპროცენტო სარგებელი, ეს საპროცენტო სარგებელი ჩაითვლება ჩემს 40,000 ლარიან შემოსავალს. და არა თვითონ თანხა. თვითონ თანხა გარკვეული წყარო გააჩნია ამ თანხას და როცა მივიღე ეს თანხა, შეიძლება მე 2024 წლის განმავლობაში ეს თანხა არ მიმიღია და ანაბარზე მიდევს. მაგრამ 2024 წლის განმავლობაში სიტყვაზე ვთქვათ, მივიღეთ 1000 ლარი სარგებელი. ეს 1000 ლარი სარგებელი გაიანგარიშება ჩემს 40,000 ლარიან ზღვარში. კი ბატონო. და რაც შეეხება ეხლა 25 წელს ვავსებ ჩვენ 24 წლის დეკლარაციას რეალურად და 24 წლის განმავლობაში შეძენილი ქონება დაიანგარიშება თუ არ დაიანგარიშება? 24-ში. 2024-ში შეძენილი ქონება გაიანგარიშება. მიწასთან მიმართებით 1 აპრილის მდგომარეობით თუ ვფლობ მე მიწას, ეს მიწა შეიყვანება წლევანდელ წარსადგენ დეკლარაციაში. მე მაქვს ერთი შეკითხვა, მიუხედავად თქვენ ისეთი განმარტებისა, რომელიც სავსებით გასაგებია, მაინც არ არის რთული ამ ინფორმაციის მიღება და გადამუშავება. იმ შემთხვევაში თუ არსებობს კითხვები, სად შეიძლება რომ დაინტერესებულმა ადამიანმა ამ კითხვებზე პასუხი მიიღოს და როგორ უნდა გადავიხადოთ ეს გადასახადი. პირველ რიგში აღნიშნავთ, რომ შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ საიტზე, RSG-ზე შეგიძლიათ კითხვა-პასუხის გვერდზე, ასევე საინფორმაციო გვერდზე არსებობს ბროშურა ქონების გადასახადთან დაკავშირებით, ვიდეო ინსტრუქტაჟი არსებობს, შეგიძლიათ რომ აქ მოიძიოთ ნებისმიერი კითხვა. ასევე არსებობს ქონების კალკულატორი, სადაც შეგიძლიათ რომლის დახმარებითაც სანამ დეკლარაციის წარდგენას დაიწყებთ, ან ჩათვლით რომ გაქვთ წარსადგენი დეკლარაცია, შეგიძლიათ გადაამოწმოთ თქვენი ვალდებულებები, ან რა რაოდენობის გადასახადი შეიძლება რომ დაგერიცხოთ და მოგიწიოთ გადახდა ამასთან დაკავშირებით და თუ კიდევ ამის შემდეგ დარჩება რაიმე კითხვა, რა თქმა უნდა, ცხელი ხაზი მუდმივად მსათმყოფნაშია, რომ ნებისმიერ თქვენს კითხვას გასცეს პასუხი. კი ბატონო. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მე მგონი მაინც ამომწურავი პასუხები მივიღეთ. თუ დაგვჭა კითხვები, მივიღეთ რჩევა, სად უნდა გადავამოწმოთ და როგორ უნდა გავიგოთ. დამატებითი ინფორმაცია. კი ბატონო, დიდი მადლობა წარმატებას გისურვებთ.